გამარჯობა, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება, პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო. პირდაპირი ჩართვები რეგიონებიდან. ევროკავშირის ახალი პროგრამა და გამოყოფილი მილიონ ევროზე მეტი. დეტალები ქრონიკაში. გურიის მაღალი ზონის სოფლებში გამოწვევები რჩება. ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება ვერ ხერხდება. უწყვეტად გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაო. გურიაში 29,000-მდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია, ასევე გაზმომარაგება აღუდგა დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს. თითოეულობით დაზარალებულ მოსახლეობას სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები ურიგდება. ასევე რეგიონში მოქმედებს შესაბამისი ცხელი ხაზიც. გიორგი აბაზაძე მუშაობს უკვე რამდენიმე დღეა სტიქიის ზონაში და პირდაპირ ეთერში გვერდდება. სალიკვიდაციო ღონისძიებებში უკვე ჩაერთო ვერტმფრენი სტიქიის ზონა. მინისტრებმა, მეირებმა და რწმუნებულმა დაათვალიერეს ზებოდან საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმა შესაბამისი ოპერაცია, ასევე მოქალაქეებისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდება. თოვლის მაღალი საფარი ქმნის გარკვეულ გამოწვევებს. ზოგ სოფელში 2-დან 3 მეტრამდე სიმაღლის თოვლი მოვიდა, როგორც გვეუბნებიან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, რამაც გაართულა სამუშაოები მძიმე ტექნიკის გადაადგილებაც. გზები იწმინდება, როგორც ამბობენ მოქალაქეები, საკმაოდ მაღალი იყო მათთან თოვლის საფარი. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ჩამოვიდა ოზურგეთში, ის უკვე გაგზავნილია სამივე მუნიციპალიტეტში და მისი მიწოდება კვლავ გრძელდება მოქალაქეებისთვის. მოქალაქეებმა კი უნდა მიმართონ სწორი კოორდინაციისთვის, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და დარეკონ ცხელ ხაზზე. რაც საჭიროება მოითხოვდა, შეძლების დაგვარად რეაგირება იყო. მე პირადად ეხა ორი შვილი მყავს და არ შევქნია იმის პრობლემა, რომ ამ საკვების ხრივ ან წამლების ხრივ ყველანაირად გვერდში დამიდგენ რა და ჩემს ირგვლივ ეხა ვინც არის მეზობლები, პრეტენზია არ გაგვაჩნია, ნახდათ უყურადღებოთ არ ყოფილვართ რა. ტექნიკა ვერ მოეხმარებოდა, იმდენი მივარდნილი სოფელი იყო და ჩვენ ცენტრში ვართ ფეხით გადავადგილდებით ბოლოს და ბოლოს. ისინი იყო მისახედი, ვინც იყო აღამთიაში. არ დაგეტილა გზა, არაფერი, შეძლების დაგვარად ყველა წვენდა რა. თუ ვინმეს რამე შეეძლო და გვერდში დგომა უნდა და აქ ასე ხდებოდა და სხვაგან არ ვიცი. ყველა დღეიარებოდა ტექნიკა. შემცირდა იმ სოფლების რაოდენობა, რომელიც იყო გარესამყაროს მოწყუტელი, მაგალითად რთული იყო ვითარება სოფელ ჯუმაჩი, აქ გარკვეული ნაწილი გზის არის აღდგენილი, ასევე მიმდებარე სოფლებში მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები, განსაკუთრებით რთულია ვითარება შიდა საუბნო გზებზე, ასევე ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ უფრო მეტ აბონენტს აღუდგა და შემცირდა მათი რაოდენობა, ვისაც არ მიეწოდებოდა დენი. მადლობა გიორგი აბაზაძე. თავდაცვის ძალების სამხედროები თითოეულობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში უკვე მეოთხე დღეა აქტიურად მონაწილეობენ. გურიისა და იმერეთის რეგიონებში სამხედრო მოსამსახურეები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს ეხმარებიან. ისინი შესაბამისი ტექნიკით ასუფთავებენ სოფლებამდე და სახლებამდე მისასვლელ გზებს. მოსახლეობას აწვდიან საკვებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს. თითოეულობით გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში აქტიურად არის ჩართული დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებისა და ჯარების ლოგისტიკა უზრუნველყოფის სარდლობის პირადი შემადგენლობა. სამხედროები საჭიროების მქონე პირების, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების უსაფრთხო დროებით ადგილ-სამყოფელში გადაყვანას უზრუნველყოფენ. ჯარისკაცები მოსახლეობას პირველად სამედიცინო დახმარებასაც უწევენ და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად სამედიცინო დაწესებულებებში გადაყავთ. ჩაკეტილი სოფლების რაოდენობა შემცირდა იმერეთში. შედეგად 45 სოფლის გზა გაიხსნა. გრძელდება სტიქიასთან ბრძოლა სპეციალური ტექნიკით. ამ პროცესშიც ჩართულები არიან თავდაცვის ძალები. იმერეთში 3000-მდე აბონენტს აღუდგა დენის მიწოდება. იმერეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები, მუშაობდა 94 ერთეული ტექნიკა და გუშინ ღამითვე მოხდა 45 ჩაკეტილი სოფლის გახსნა. 150-მა ერთეულმა ტექნიკამ დილიდან დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები. უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც, დარჩენილი 20,000 აბონენტიდან გუშინ ჩაირთო 12,000 აბონენტი.
გადავინაცვლოთ აჭარაში, თოვა შეწყდა, თუმცა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და ქუჩების გაწმენდითი სამუშაო უწყვეტად გრძელდება ბათუმში. ამ ეტაპისთვის მუნიციპალური ავტობუსების 27 სამარშრუტო ხაზიდან 15 გახსნილია. სახურავებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დაზიანების გამო თავშესაფარში ან ქირით გადაყვანილია 36 ოჯახი. ამ ეტაპისთვის წყალმომარაგების, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აერის მიწოდების მიმართულებით შეზღუდვები არ ფიქსირდება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ისევე როგორც გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, 24 საათიან რეჟიმშია მუნიციპალური ყველა შესაბამისი სამსახური, ამავდროულად ყველა პარალელური უწყება. ამ ეტაპისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის 27 სამარშრუტო ხაზიდან 15 ხაზი გახსნილი არის. სხვადასხვა სახურავებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო 36 ოჯახი ქირით თავშესაფარში ან უსაფრთხო ადგილზე ყავს გაყვანილი. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხებთან დაკავშირებით სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება. ოპოზიცია ისევ ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედებს. ქვეყანა დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვის, ოპოზიციონერები კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. იქნება ეს კონკრეტული ახალგაზრდას გარდაცვალება, რაღაც კვლელობა, სტიქიური უბედურება, რომელიც არის სტიქიური უბედურება, ბუნებით გამოწვეული პრობლემები და რომლის მიმართაც სახელმწიფო არის მაქსიმალურად ადეკვატური და ცდილობს ხისიერი რეაგირება მოახდინოს აბსოლუტურად ყველა გამოწვევაზე, აი ეს ყველაფერი ისევ რადიკალების ხელში და აგენტურული ტელევიზიების ხელში გადადის რესურსად საზოგადოების მოთხოვების, ხომ კარგად ჩანს, რომ ეს ძალები ნამდვილად არ ემსახურებიან არც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, არც კონკრეტული ადამიანების და მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესების დაცვას და წარმოადგენენ სრულიად გასაგებ აგენტურულ მიმართულებას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წარმატება ნამდვილად არ აინტერესებს. კოლექტიურ ნაცმოძრაობამ რო დაინახა, რომ არც პარლამენტში აქვს საშველი, არც ქუჩაში და არც უცხოეთში, მერე თოვლში დაინახა, ეხლა დიდ თოვლობაში დაინახა, რომ იქნება დიდ თოვლობა მაინც უშველოს, როგორც ჩანს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და აი რაღაცა არასწორ და ამორალურ გზებს მიმართა, თუ ჩასაფრებული არ ახარ. ამ შემთხვევაში თუ გაიგე მაგალითად რომელიმე ოჯახს უჭირს და ასე შემდგომ, მიაწოდე შესაბამის უწყებას. კი ბატონო, სოციალურ ქსელში დაწერე, მაგრამ მიაწოდე უწყებას, რომ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება. აი ამ შემთხვევაში დაგიჯერებს ხალხი, რომ შემართა გული შეკტკივა აი ამ ადამიანებზე. სხვა შემთხვევაში ეს რო არის პირდაპირ გათვლილი პოლიტიკური ქულების დასაწერად, რასაც ასევე ვერ ახერხებენ, მაგრამ მაინც ეს არის უკვე ნათელი. რეაგირება საქართველოსთვის ასე ქვია პროგრამას, რომლისთვისაც ევროკავშირმა 1.500.000 ევროზე მეტი გამოყო. ოფიციალური განმარტების მიხედვით პროგრამის მიზანია გააძლიეროს კავშირები სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის და მოამზადოს ისინი ხელისუფლებასთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ თანხა საქართველოში რადიკალიზმის დაფინანსებას მოხმარდება. ნინო არღულიანი თემის დეტალებით. კეთი, როგორც შენ აღნიშნე, რეაგირება საქართველოსთვის ასე ქვია იმ პროგრამას, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება და რომელშიც 1.5 მილიონზე მეტი ევრო დაიხარჯება. ოფიციალურად ეს ფული მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, მედიას და ბიზნესს, თუმცა ამ პროცესში საეჭვოა ოპოზიციის პასუხები, რომლებსაც ამ თემაზე დასმული კითხვა საეჭვოდ აბრაზებს და საეჭვოდ არიდებენ თავს პასუხებს. ოპოზიცია არწმუნებს ქართულ საზოგადოებას, რომ ამ ფულიდან მათ არც ერთი თეთრი არ მოხმარდებათ, მეტიც საზოგადოების დარწმუნებას იმაში ცდილობენ, რომ ეს ფული არ მოხმარდება არც ქუჩის პროტესტს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფულის ნაწილი სწორედ საპროტესტო აქციებს მოხმარდება. არ მაინტერესებს პროპაგანდა, ჩვენ დაფინანსებაზეც უარი ვთქვით, ფულზე უარი ვთქვით, ვართ ხალხთან და ვაგრძელებთ ბრძოლას. საქართველოს მთავრობამ შეწყვეტა ევროკავშირთან თანამშრომლობა, ის რომ ევროკავშირი ეხა ამბობს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში ის მინიმუმი, რასაც ეხა ხარჯავს, ეს მინიმალური პროგრამები ეხება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ამ ქვეყანაში.
მართველი პარტია კი დარწმუნებულია, რომ ეს ფული აუცილებლად მოხმარდება ქვეყანაში რადიკალურ პროცესებს, რადგან უცხოური ფულის ისტორია ამბობს, რომ ასეთი თანხები ძირითადად ხმარდება სწორედ ოპოზიციის გეგმებს და ამ მხრივ არაერთი ორგანიზაცია თუ არაერთი პოლიტიკური პარტია უკვე გამოააშკარავდა. მართველი პარტია ევროკავშირის წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნუ ჩაერევა ქვეყნის შიდა საქმეებში, რადგან ასეთი ფულის დახარჯვა რადიკალიზმისთვის საარჩევნო წელს ბევრ რისკს შეიცავს. საპარლამენტო პარტიები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას არ წარმოადგენს. ისტორია გვასწავლის აი ბოლო პერიოდის ისტორია, რომ ბოროტი განზრახვებით არის სავსე ასეთი პროგრამები. რომ როგორმე მოხდეს ისეთი პროცესების განვითარება, რომელიც საქართველოსთვის იქნება დამღუპველი. როგორმე სიცხლი დაიღვალოს და ამას ღიად ამბობენ. და რასაკვირველია ეს თანხაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ მიმართულებით იქნება დახარჯული ხალხის მობილიზება, ახალგაზრდებისათვის ტვინის რეცხვის უშუალებელი პროგრამების განხორციელება, როგორც ეს ადრე იყო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სოფლიო ასპარეზზე პოლიტიკურ დაფაზე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს, დაპირისპირება მიმდინარეობს და საქართველოს ამ დაპირისპირების ამ ბრძოლის ფრონტის ერთ-ერთი სეგმენტია და მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ომი იმისათვის, როგორმე დაითრიონ საქართველო და აყავდეთ ის ხელისუფლება, რომელიც აწყობს deep states. ოქტომბრის არჩევნების წინ ევროკავშირის დაფინანსებები ხმარდებოდა ურეიტინგო პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგს და მათ საარჩევნო კამპანიას და პირდაპირ ჩარევის არაერთი ფაქტი იყო. ეხლა, როდესაც ჩვენ გვაქვს ის წელი, როდესაც თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს შემოდგომაზე, ცხადია ჩვენ საზოგადოებას უჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომ კვლავინდებურად ევროკავშირის და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა თანხები ხომ არ ხმარდება საქართველოში რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც USAID-ის მაგალითზე ამერიკაში არა მხოლოდ ამ ორგანიზაციის გაუქმებაზე, არამედ გამოძიების დაწყებაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, მსგავსი დაფინანსებები შედეგს ვერ გამოიღებს, უბრალოდ დასანანი არის, რომ ეს ადამიანები ამ რესურსს ახმარენ სწორედ ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ დღის წესრიგს. ევროკავშირის ელჩი არათუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აღარ წარმოადგენს, არამედ პირდაპირ წარმოადგენს deep states. წინა საარჩევნო წელს 41 მილიონზე მეტი დახარჯა უცხოურმა ძალამ პოლიტიკური პარტიების, კოლექტიური ნაცმოძრაობის პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად წელს 1,5 მილიონი იქნება სემინარებზე და ტრენინგებზე დახარჯული. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ესეც არის პოლიტიკაში, შიდა პოლიტიკაში ჩარევისთვის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები. არა მარტო ფულის ნაწილში გადაიბარა ევროკავშირის საელჩომ NED-ის და USAID-ის ფუნქციები, არამედ პოლიტიკურ ნაწილშიც გადაიბარა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირის ელჩი არის ჩვეულებრივი მეფის ნაცვალი, რომ იყო ადრე წარმომადგენელი, რომელიც ლანძღავდა ქართულ ტრადიციებს, ქართულ ეკლესიას და მიდიოდა ქართული ხალხის არჩევანის წინააღმდეგ. რეაგირება საქართველოსთვის, რას გულისხმობს ეს პროგრამა, ევროკავშირის საელჩოს განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია, როგორც მოისმინეთ, მართველი პარტია დიპლომატიურ უწყებას მოუწოდებს, ნუ გადაიბარებს იმ ორგანიზაციების ფუნქციებს, რომლებიც უკვე მხილებულები არიან, რომ საქართველოში დესტაბილიზაციას აფინანსებდნენ. ნინო არღულიანი საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. ყვარლის შემდეგ თელავი ევროკავშირის ელჩის რეგიონული ტურნე გრძელდება. პაվել ჰერჩინსკი ისევ ახალგაზრდებს შეხვდება, მათ შორის არსებული ინფორმაციით არიან სკოლის მოსწავლეები. ცნობილია, რომ საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და ევროინტეგრაცია. მართლ გუნდში დიპლომატის პოლიტიკურ კამპანიაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჰერჩინსკი საქართველოს საქმეებში ერევა. არასრულწლოვანებთან შეხვედრა საკურველია ცუდი არ არის იმ შემთხვევაში თუ კარგს უყვები, მაგრამ როგორც ხედავთ, აგრესიისთვის ამზადებენ, დაპირისპირებებისთვის ამზადებენ და იმ ჯახებისთვის ამზადებენ, რომელშიც სამწუხაროდ მათ შორის სკოლის მოწაფეები და ახალგაზრდა ხალხის სტუდენტები და სკოლის მოწაფეები არიან ჩართული. ეს არის უმსგავსობა. არ ეკადრება ევროკავშირს, არ ეკადრება მის ელჩს და რასაკვირველია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება
ჩვენი პოზიცია. ევროკავშირის ფონდებიდან როგორ ფინანსდებოდა შავი ფული საქართველოში, მათ შორის ამაზე უნდა ესაუბროს ახალგაზრდებს. თუ იმაზე უნდა ესაუბროს ახალგაზრდებს, რომ ტრანსგენდერი და LGBT პროპაგანდა დამთავრდა, მათ შორის საქართველოშიც და მსოფლიოშიც და ეხლა ტრადიციები არის აღსადგენი, თუ ამაზე უნდა ესაუბროს. სამწუხაროა, მაგრამ ევროკავშირის ელჩი უკვე გახდა ჩვეულებრივი კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელი და ეს ჩემი სიტყვები კი არ არის მხოლოდ. ეს არის დღევ ამერიკელი ხალხის მიერ გადაწყვეტილი ამერიკის პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის განცხადებები და ეს არის მოცემულობა. აირჩია ევროკავშირის ელჩმა Deep State-ი. კი ბატონო, გაიზიარებს Deep State-ის ბედს. სანქციებით შანტაჟი არ ჭრის. სამის შესახებ მართულ გუნდში აცხადებენ. დეპუტატები დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში გამართულ სხდომას ეხმიანებიან, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე იმსჯელეს. უმრავლესობის წევრების თქმით, შანტაჟი და მუქარა შედეგს ვერ გამოიღებს. ღიმილის მომგვრელია ის კიდევ დაჟინებული მცდელობა ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოზე რაღაცა სანქციებით მოახდინონ შანტაჟი. ეს არის ღიმილის მომგვრელი, რადგანაც შანტაჟი არ ჭრის. არც ბიძინა ივანიშვილზე და არც ჩვენს ქვეყანას. ეხა ეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი რას იმსჯელებს და იქ ფესვს გადმული Deep State-ი სად ამოყოფს თავს და როგორ განმარტებას გააკეთებს, ეს ვერანაირად ვერ იქნება რაიმე ფორმით მათთვის პროდუქტიული. ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს. Deep State-თან ბრძოლა მიდის ამერიკის პრეზიდენტის და ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ადმინისტრაციის მხრიდან. და იქიდან იყო ზუსტად საუბარი მათ შორის დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით, რომელსაც არაერთი საყოველთაო უთხრა მათ შორის ამერიკის პრეზიდენტმა და შესაბამისად ეხა ის საცეცეები ჯერჯერობით Deep State-ს იგივე Global Economics პარტიას აქვს, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. და რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის, არ ვიცი, ეს ამ გაცვეთელი მეთოდით მე რამდენად უნდა სცადონ ეხლა ამ ადამიანის შეშინება. ხო, ხვდებიან რომ არ შინდება ეს ადამიანი და იბრძვის ბოლომდე თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება. ცვლილება 10-ზე მეტ კანონში შედის. საკითხი ეხება საპროკურორო საბჭოს წევრების, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ასევე ცესკოს წევრების არჩევას. დეპუტატები ცვლილებების მიზანს განმარტავენ. გავხდით მოწმე და მომსწრე იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მათი დიდი ნაწილის მხრიდან, რომელსაც ეგრეთ წოდებულ მდიდარ ენჯოებს ვეძახით ჩვენი ქვეყნის ანტიეროვნული და პირიქით დემოკრატიისთვის ცირგამომთხრელ საბოლოო საქმიანობას ეწეოდნენ ეს ორგანიზაციები და ეს ყველაფერი განცხადდა და დადასტურდა USAID-ის ეგრეთ წოდებული სკანდალის ფონზე, როდესაც პირდაპირ იქნა დადასტურებული ყველა ის ეჭვიც და ეს პოლიტიკური წიაღსვლაც, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას უკვე რამოდენიმე წელია აქვს. ჩვენ წლების განმავლობაში ქონდა შესაბამისი მიმართულება და ტენდენცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უშუალოდ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღებაში ყოფილიყო აუცილებელი და სავალდებულო. ხდება ყველა ამ საკანონმდებლო სივრციდან არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღებაში სავალდებულოდ მონაწილეობის პრინციპის გაუქმება, ამოღება. ურთიერთობის დონეზე წინადადებების მიწოდების თვალსაზრისით არიან სრულიად უფლებამოსილი მიიღონ მონაწილეობა ყველა იმ საკითხში, რომელიც არის მათთვის საინტერესო. სამწუხარო მოცემულობა იყო ის, რომ რეალურად შეიძლება ითქვას, არაერთხელ გვითხოვს ჩვენ, რომ პარალელური ხელისუფლება ჩაგვისვეს პირდაპირ გაგებით საქართველოში, იმიტომ რომ არათუ კანონის მიღებას, არამედ ნებისმიერ უწყებაში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება იყო შეუძლებელი, თუ არ იქნებოდა ჭყალებში ამ არასამთავრობო სექტორის თანხმობა. არასამთავრობო სექტორის დაცვლად, რომელიც სავალდებულოებაც აღარ იქნება. რამეს დამატება ხო არ ხდება კიდევ ვინმეს მონაწილეობის. არის ორი მოცემულობა. ერთი იქ სადაც იყო ალტერნატივა უკვე კანონში წარმოდგენილი, რომ ეს წევრები შერჩეული ყოფილიყვნენ ან საგანმანათლებლო აკადემიური წრეებისგან და ან არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღოს ამოღება ხდება სავალდებულოების პრინციპიდან და რჩება საგანმანათლებლო აკადემიური წრეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მეორე შემთხვევა, როდესაც საერთოდ
იმპერატიულად იყო გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა კონკრეტული რეგულაციის სფეროს მიხედვით. ან მთლიანად ხდება გაუქმება ამ კონკრეტული მოცემულობის, ან ხდება მათი ჩანაცვლება აკადემიური საგანმანათლებლო ორგანიზაციებით და საზოგადოებრივი ორგანიზაციებით. 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციით ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობამ, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ტრანსპორტისა და ვაჭრობის დარგებმა შეიტანა. ამავდროულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად განპირობებულია საჰაერო, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის, ასევე დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების ზრდით. ასევე გაზრდილია სატვირთო, საგზაო ტრანსპორტისა და სახმელეთო გადაზიდვების მომსახურება. მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან და სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან. საქართველოს ეკონომიკა ვითარდება ძლიერი მაჩვენებლებით. ჩვენ შარშემ გვქონდა 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველივე საისახება დასაქმების მატებაში, უმუშევრობის შემცირებასა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. აღსანიშნავია, რომ სულ 4 ქვეყანას გაუზარდა პროგნოზი და ერთ-ერთი არის საქართველო და ყველაზე ძლიერად საქართველოს პროგნოზი არის გაზრდილი 1.4%-იანი პუნქტით, რაც მიანიშნებს იმას და აჩვენებს იმას, რომ საქართველო დამაჯერებლად აჩვენებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. 2025 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდა 11.1% შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების, ტრანსპორტის და დასაწყობების, მშენებლობის, განათლების, ვაჭრობის, დაუმუშავებელი მრეწველობის და სხვა სექტორებმა. აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობი იყო საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და გამოყოფდი ექსპორტის დაახლოებით 20%-იან ზრდას, რომლის მოცულობამაც 404 მილიონი $. შეადგინა. ასევე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობია შიდა ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები და არა მხოლოდ შიდა ტურიზმის, ზოგადად საერთაშორისო ვიზიტების მაჩვენებლებით საკმაოდ გაზრდილია ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით. პროკურატურამ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმს ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით საქმე ეხება პაციენტისთვის ჩატარებულ არასათანადო მკურნალობას. უწყების ცნობით პროტოკოლის დარღვევის ფონზე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი გახდა, რის გამოც იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა და თანხის დაბრუნების მიზნით. SMS-ის ავტორები მომხმარებლებს მითითებულ ბმულზე გადასვლას თავაზობენ. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და მაქსიმალურად შეზღუდონ პირადი ინფორმაციის გაზიარება. შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული გზავნილი არის სიცრუე და არანაირი შეხება არ აქვს უწყების საქმიანობასთან. თაღლითური სქემის ავტორები ცდილობენ მოქალაქეთა თანხების დაუფლებას და გამოყენებას. ნათქვამია ინფორმაციაში. ასეთი იყო სიახლეები, დაელოდოთ ქრონიკას 16 საათზე, ქეთი ქაშაკაშვილთან ერთად ნახვამდის.